ვაგრძელებთ ლექციას. სინქრონულ მთარგმნელს თავის მოღვაწეობაში ხელთ აქვს აღქმისა და უშუალო დაკვირვებისათვის ამოსავალი ტექსტი, რომელიც თანდათან იშლება და შეადგენს მთარგმნელის ორიენტაციის ობიექტს. და დროში გაშლადი ტექსტი, რომელსაც ქმნის მთარგმნელი. ხშირ შემთხვევაში ორიენტაციის ერთეულებს წარმოადგენს ამოსავალი ტექსტის ისეთი აზრობრივი რგოლები, რომელთაც ორატორი გამოყოფს თავის სიტყვაში სამეტყველო ნაკადის ინტონაციური დანაწევრებისას. ჩამორჩენის ოპტიმალური სიდიდეების ამოვსება და შესაბამისად ორიენტაციის ერთეულების რაციონალური გამოყოფა გარკვეულ სიძნელეებს ქმნის დამწყები სინქრონული მთარგმნელისათვის. ამ სიძნელეთა დაძლევისათვის აუცილებელია სპეციალურად მიმართული ვარჯიში. პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ შემთხვევების 30%-ში მთარგმნელები ორიენტაციას იღებენ იმ მონაკვეთებზე, რომლებიც მეტნაკლებად ემთხვევა პრედიკატიულ სინტაგმას. ძირითადი საკვანძო, ინფორმაცია, რომელიც საშუალებას იძლევა დაიწყოს თარგმანი. სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ზოგი ავტორის აზრით პრედიკატშია ძირითადი აზრი ჩადებული. თარგმნის ჩამორჩენის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდია ის ნაწილი, რომელიც პრედიკატის წინ დგას. პრედიკატის აღქმის შემდეგ ამოსავალი გამონათქვამის გაგება იოლდება და თარგმნის ჩამორჩენაც კლებულობს. პრედიკატის საკვანძო როლის შედეგად ჩამორჩენის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ამოსავალი ენის სინტაქსურ თავისებურებაზე. ასე მაგალითად, გერმანული ენიდან წინადადებების თარგმნისას, სადაც ზმნა ბოლო პოზიციაში იმყოფება, სინქრონიზმის ჩამორჩენა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ინგლისურიდან ან ფრანგულიდან თარგმნის დროს. არსებობს აგრეთვე ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ სინქრონიზმის ჩამორჩენის ხანგრძლივობაზე. ობიექტურ ფაქტორებს განეკუთვნება ამოსავალი ტექსტის ხასიათი და ეკვივალენტურობის მიმართება ამოსავალ ტექსტსა და თარგმნის ტექსტს შორის. ობიექტური ფაქტორები საშუალებას იძლევა დავიწყოთ თარგმნა. თუ ამოსავალი ტექსტის აღქმული მონაკვეთი საკმარისად განსაზღვრულია ფუნქციის მიხედვით, ეს უკანასკნელი ვერ შეიცვლება შემდგომი მონაკვეთების აღქმისას. აღქმულ მონაკვეთს აქვს ზუსტი ეკვივალენტი თარგმნის ენაზე მოცემული სიტუაციისათვის. სინტაქსური სტრუქტურის განვითარების შესაძლებლობათა მარაოს აქვს შეზღუდული ხასიათი, არა უმეტეს ორი ვარიანტისა. სუბიექტურ ფაქტორებს შორის ასახელებენ ისეთებს, როგორიცაა ამოსავალი ტექსტის სირთულე, თარგმნის ენაზე ეკვივალენტების მოძებნის სიძნელეები, სტილისტურად გადამუშავებული მოხდენილი ტექსტის შექმნის სურვილი და ასე შემდეგ. სინქრონული თარგმნის პროცესში თარგმანს არ ექნება შესაძლებლობა შეარჩიოს ორიენტთა მთელი კომპლექსი, რომლებიც აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად სათარგმნო ენაზე გამონათქვამის გრამატიკულ სტრუქტურასთან და მის კონკრეტულ ლექსიკურ შესაბამისობასთან დაკავშირებით. მის განკარგულებაში იქნება, როგორც ჩანს, მხოლოდ ის ორიენტირები, რომლებიც შესაძლებლობას მოგცემენ მეტნაკლები ალბათობით, თუ როგორ გაიშალოს ამოსავალი გამონათქვამი. ლექსიკური შესაბამისობის მიმართ სარწმუნო ხასიათი ექნებათ მხოლოდ იმ ორიენტირებს, რომლებიც ეხება გამონათქვამის უკვე აღქმულ ნაწილს. ამასთან ეს დებულება შეიძლება მივიღოთ ერთი შენიშვნით. ზოგიერთი სიტყვის და სიტყვათ შეთანხმებების კონტექსტუალური მნიშვნელობის განსაზღვრისათვის აუცილებელია გამონათქვამის შემდგომი ნაწილების აღქმა. აქ შეიძლება წარმოვადგინოთ სქემა ჯერ ამოსავალი ენის მეტყველების გადასვლით და თარგმნის ენის მეტყველებაზე თანმიმდევრული და წერითი თარგმნის დროს. პირველი, ეს არის ამოსავალი ენა, შიდა მეტყველების კოდი და თარგმნის ენა. ასევეა სინქრონული თარგმნის დროსაც ამოსავალი ენის მეტყველებიდან თარგმნის ენის მეტყველებაზე გადასვლის პროცესის სქემა შეიძლება ასევე წარმოვადგინოთ ამოსავალი ენა, ანუ გამონათქვამის მორიგი კომპონენტი, შემდეგ შიდა მეტყველების კოდი, ხატი ან წარმოდგენა პლუს მისი მიმართება ადრე არსებულ ხატებთან და მესამეც არის თარგმნის ენა, სინტაქსური ჯგუფი ან სიტყვა პლუს წინარე ჯგუფთან ან სიტყვასთან კავშირის ფორმები. სინქრონისტმა მეხსიერებაში უნდა შემოინახოს ის გრამატიკული წესები, რომლებიც აუცილებელია შესრულდეს მეტყველებაში შემდგომი კომპონენტების გასაფორმებლად.
გრამატიკული წესების ხასიათი დამოკიდებულია თარგმნის ენის გრამატიკულ თავისებურებებზე. გამონათქვამის წარმოქმნილი კომპონენტი არ არის აუცილებელი სავსებით შეესაბამებოდეს ორიენტაციის ერთეულს. ის შეიძლება გადმოსცემდეს ორიენტაციის ერთეულის აზრობრივი შინაარსის მხოლოდ ნაწილს. შემდგომი ნაწილი გადმოიცემა შემდეგი კომპონენტით, ან შეიძლება აღემატებოდეს მას შინაარსი. სინქრონულ თარგმანში მთარგმნელობითი მოღვაწეობის ძირითად თავისებურებებს წარმოადგენს ორიენტაციის ობიექტის შემცირებული, ანუ შეკვეცილი მოცულობა. გამონათქვამის ნაწილი მთელი გამონათქვამის ნაცვლად. ახლა გადავთ სინქრონისტის მოღვაწეობის ტემპორალურ მახასიათებლებზე. თუ კი მთარგმნელს, რომელიც მუშაობს წერითი თარგმნის რეჟიმში, შეიძლება მიეცეს 6-8 ნაბეჭდი გვერდის თარგმნისათვის მთელი სამუშაო დღე, მაშინ სინქრონისტმა უნდა შეასრულოს იმავე მოცულობის ტექსტის თარგმანი დაახლოებით 20 წუთში. ესე იგი, ორატორის მიერ ამოსავალი ტექსტის წარმოთქმის პერიოდში. სინქრონისტს ეძლევა 20-30 ჯერ ნაკლები დრო, ვიდრე წერით თარგმნელს. თარჯიმას, რომელიც მუშაობს თანმიმდევრული თარგმნის რეჟიმში, აქვს აგრეთვე გარკვეული დროისეული შეზღუდვები, მაგრამ სინქრონისტისაგან განსხვავებით, მას აქვს 2 ჯერ მეტი დრო იმავე მოცულობის ტექსტის სათარგმნად. ორატორის მიერ ამოსავალი ტექსტის წარმოთქმის დროს მიმატებული თარგმანის ენაზე ტექსტის წარმოთქმის დრო. გარდა დროის ზოგადი დეფიციტისა, სინქრონისტს აქვს მეორე დროისეული შეზღუდვა, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ მან უნდა დახარჯოს დრო აუცილებელი თანმიმდევრობით ორატორის მიერ სიტყვის გაფორმების ტემპის შესაბამისად. წინამდგე შემთხვევაში ის ჩამორჩება ორატორს და სინქრონული თარგმნა არ გამოვა. ამოსავალი ტექსტის ტემპის გარდაქმნა თარგმნის ენის ტექსტზე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის მეორე თავისებურება სინქრონული თარგმნის დროში მიმდინარეობისა. მეორე გარემოება, რომელიც ასევე საყურადღებოა, იმაში მდგომარეობს, რომ სინქრონისტს არ აქვს საშუალება მთლიანად აღიქვას მთელი ტექსტი და მერე შეუდგეს მთარგმნელობითი გადაწყვეტილების ძიებას. იგი იძულებულია გადაწყვეტილება მიიღოს მაშინვე ამოსავალი ტექსტის მცირე მონაკვეთების ორიენტირების შემდეგ, იმისათვის, რომ არ ჩამორჩეს ორატორს იმ სიდიდით, რომელიც აჭარბებს მისი ოპერატიული მეხსიერების შესაძლებლობას. ამგვარად, სინქრონული თარგმნის მიმდინარეობას დროში აქვს შემდეგი თავისებურებანი. პირველი, უფრო სწრაფი ვიდრე თარგმნის სხვა სახეობებში, ამოსავალი ტექსტის თარგმნის ენის გარდაქმნის ტემპი. მეორე, თარგმნის ტემპის მკაცრი დამოკიდებულება ამოსავალ ენაზე ორატორის სიტყვის გაფორმების ტემპზე. მესამე, გადაწყვეტილების მიღება თარგმნისათვის უშუალოდ ყოველ ცალკეული ორიენტირების ერთეულში, ორიენტაციის შემდეგ. საერთოდ სინქრონისტი თავის ცნობიერებაში ერთგვარად უსწრებს კიდეც ორატორის მეტყველების აზრობრივ სტრუქტურას და სინტაქსურ გაფორმებას და თანმიმდევრული თარგმნისაგან განსხვავებით, სინქრონულ თარგმანში ორიენტირებიდან დასკვნები უნდა გაკეთდეს არა ორატორის მეტყველების დასრულების შემდეგ, არამედ მისი მსვლელობის დროს, როცა დაგროვილია საკმარისი ინფორმაცია თარგმნის ენაზე გადასასვლელად. სინქრონისტი, რომელიც გამოუცდელია, ხშირად ძალიან ჩქარობს, რომ სწრაფად გადმოსცეს ინფორმაცია. ამიტომ ენის ეკონომიის მიზნით ის ხშირად ყლაპავს სიტყვებს, ვერ აწევს ფრაზების დაბოლოებას, ამახინჯებს ბრუნვით დაბოლოებებს, არ აქვს საშუალება გააკონტროლოს თავისი სიტყვა. თანმიმდევრული თარგმნის დროს თარჯიმანი ასეთ სიჩქარეს არ ამჟღავნებს, რადგან მისი დრო, რომელიც თარგმნისათვის არის განკუთვნილი, არ არის ასე შეზღუდული. გამოცდილი სინქრონისტები ასეთ გამოსავალს პოულობენ. ინფორმაციული სიჭარბის მოცილების გზით ისინი ისეთ მოცულობამდე კუმშავენ ტექსტს, რომ შესაძლებელია მისი წარმოთქვა მისთვის განკუთვნილ დროში ზომიერი უკაცრავად ტემპით. ანუ ხდება ტექსტის კომპრესირება, შეკუმშვა, მაქსიმალური შეკუმშვა. საინტერესოა ასევე სინქრონული თარგმნის ლინგვისტური მახასიათებლები.
თარგმანი ნიშნავს სწორედ და სრულად გამოხატვა ერთი ენის საშუალებით ის, რაც უკვე გამოხატულია ადრე მეორე ენის საშუალებებით. ამბობდა ფიოდოროვი 1968 წელს. შეტყობინების მოცულობის შეკვეცის ხერხს, რომელიც არ აყენებს ზიანს ამოცანის სრულად გადაწყვეტას და რომელიც დგას მოლაპარაკის წინაშე, ეწოდება კომპრესია. მეტყველების კომპრესია ეს არის მისი ისეთი შეკუმშვა, რომლის დროსაც მასში შენარჩუნებულია მხოლოდ ის, რაც აუცილებელია ურთიერთობის მოცემული ამოცანისათვის, ხოლო სხვა დანარჩენი უკუგდებულია. კომპრესია შესაძლებელი ხდება მეტყველების საინფორმაციო სიჭარბის წყალობით. მეტყველების სიჭარბეს მრავალმხრივი ხასიათი აქვს. სამეტყველო სიგნალების თანმიმდევრობაში, რომელიც ქმნის შეტყობინებას, არის ბევრი ისეთი, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებიან, დუბლირებას ახდენენ და ამით ამაღლებენ კომუნიკაციის პროცესის საიდუმლოებას მაღალ დონეზე. აუცილებლობის შემთხვევაში სამეტყველო ჯაჭვის დუბლირებული ელემენტების გამოტოვება შეიძლება, რითაც მცირდება თარგმნის ენაზე ტექსტის მოცულობა. მაგალითად, როდის დაიწყება ამ გეგმის განხორციელება? თარგმნის პასუხს. ამ გეგმის განხორციელება დაიწყება 1980 წელს. მას შეუძლია შეკვეცოს ეს წინადადება და თქვას 1980 წელს. ჭარბი ამ შემთხვევაში არის ის წინადადება, რაც კითხვაში იყო მოცემული და სიტუაციიდან ნათელია. სიჭარბის ელემენტების სამეცნიერო მოხსენებაში შეიძლება იყოს სამეტყველო ჯაჭვის ისეთი რგოლები, რომლებსაც არ აქვთ უშუალო კავშირი მოხსენების თემასთან. ეს არის ზრდილობის ფორმულები, თემიდან გადახვევა. ამ შემთხვევაში თარჯიმნის ამოცანა ვიწრო ლოგიკური ინფორმაციის გადმოცემა. შეტყობინების სიჭარბეს შეიძლება მაშინაც ჰქონდეს ადგილი, როცა ურთიერთობის სიტუაცია არაუცილებლად ხდის სიტყვა-სიტყვით გადმოიცეს რომელიმე ინფორმაცია და უშვებს ამგვარად შეტყობინების შეკვეცას. მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ორატორის სიტყვის ნელი ტემპის დროს სინქრონისტები ახდენენ სრულ თარგმანს და არ იყენებენ კომპრესიის ხერხებს. ორატორის მეტყველების საშუალო ტემპის დროს შეტყობინება მცირდება 7-15%-ით სრულ თარგმანთან შედარებით. სწრაფი ტემპის დროს კი კომპრესია აღწევს 30%-ს. სამეტყველო კომპრესიის პირველი ხერხია ტექსტის იმ მონაკვეთების მოცილება, რომელთა ინფორმაცია შეივსება ურთიერთობის ექსტრალინგვისტური სიტუაციით. მაგალითად, მე სიტყვა ვითხოვე, რათა ჩვენი დელეგაციის სახელით მხარი დაუჭირო ამ წინადადებას. შეიძლება ასე შევკუმშოთ, ჩვენი დელეგაცია მხარს უჭერს ამ წინადადებას. მეორე ხერხი სამეტყველო კომპრესიის არის ტექსტიდან იმ მონაკვეთების მოცილება, რომლებიც იმეორებს შინაარსობრივად ორატორის წინა გამონათქვას. მაგალითად, მას ჯეროდა თავისი საქმის, იდეალებისა და სამშობლოსი. როგორ არ გავიხსენოთ, როგორ არ აღვიდგინოთ მეხსიარებაში, არ შეიძლება არ გავიხსენოთ. მესამე ხერხია იმ მონაკვეთების მოცილება, რომელთა ინფორმაცია არ არის არც წინამდებარე კონტექსტში, არც ურთიერთობის ექსტრალინგვისტურ სიტუაციაში. მხედველობაში გვაქვს ზრდილობის ფორმულები, თემიდან გადახვევა, ზოგი ეპითეტი, ციფრობრივი მონაცემები. აქ საჭირო ზოგიერთის გადმოცემა, სხვების კი გამოტოვება. კომპრესია უზრუნველყოფს ტექსტის დაახლოებით 3/4-ით შეკვეცას, მაგრამ ზოგიერთი შინაარსობრივი სიდიდეების მოცილებას ტექსტიდან აქვს თავისი პრაქტიკული ზღვარი, რომლის იქით კომუნიკაციის პროცესის საიმედობა დაუშვებლად კლებულობს. ამიტომ მოცემული კომპრესიის ხერხების გამოყენების ზღვარის განსაზღვრა შეადგენს მნიშვნელოვან ლინგვისტურ პრობლემას. სამეტყველო კომპრესიის ხერხების მეორე ჯგუფი ხასიათდება წინადადების ან სიტყვათ შეთანხმების შენაცვლებით უფრო მცირე წინადადებებით, სიტყვათ შეთანხმებით ან სიტყვით. ამასთან შინაარსობრივი მხარე უცვლელი რჩება. ზოგ შემთხვევაში კი ხდება სინონიმური ამ მსგავსი შეცვლა. მაგალითად, ნატო, ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსი, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო. შემდეგ, სიტყვათ შეთანხმებას მნა პლუს არსებითი სახელი, რომელიც აღნიშნავს მოქმედებას, პროცესს ამ მდგომარეობას. შეიძლება შეიცვალოს ზმნით, რომელიც იმასვე აღნიშნავს. მანდა Hilfeleisten, helfen, პირდაპირ გერმანულად ვიტყვით, donner un coup de main, aider, render aid არის help. დამოკიდებული წინადადების შეცვლა თანდებულიანი კონსტრუქციით. კავშირი, რომლებიც აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს. კავშირი ჩვენ ქვეყნებს შორის შეიძლება ვთქვათ.
სამეთყველო კომპრესია მოიცავს გამონათქვამების ლექსიკურ-სემანტიკურ სტრუქტურას, ასევე სინტაქსურ ორგანიზაციას. ესე იგი, სამეთყველო კომპრესიას თან ახლავს ტრანსფორმაციები სემანტიკურ პლანში. პირველი, ხდება წინადადებათა ლექსიკურ-სემანტიკური სტრუქტურის შეკუმშვა სემანტიკური კომპონენტების გამოტოვების ან შეკვეცის გზით. მეორე, უფრო მარტივი ხდება წინადადების სემანტიკურ-სინტაქსური ორგანიზაცია და უფრო ძლიერდება სინტაქსური კავშირების გამომსახველობითი ხასიათი. და ბოლოს, რაც აუცილებლად უნდა აღნიშნოთ, რა უნდა იცოდეს სინქრონისტმა თარჯიმანმა. მან უნდა იცოდეს, როგორ იჯდეს კაბინაში, რათა არ დაიღალოს, როგორ დაიჭიროს მუდმივი დისტანცია მიკროფონთან, როგორ ჩართოს და არეგულიროს ხმა ყურსასმეში, როგორ ჩართოს და გამორთოს მიკროფონი. როცა ჩართულია მიკროფონი, არ შეიძლება კაბინაში ჩახველება, ფანქრის გაგორება, სკამზე წრიალი. არსებობს მთელი რიგი საბარჯიშოები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას, რომ მოვამზადოთ სინქრონისტი თარჯიმანი. პირველ რიგში ეს არის მიკროფონში ლაპარაკი, ამოსავალი ტექსტის მოსმენა. ამოსავალი ტექსტის განმეორება ჩამორჩენით ან მის გარეშე. ერთი ტექსტის მოსმენისა და მეორეს წარმოთქმის შეთავსება. ასევე საბარჯიშოები ლექსიკური და სინტაქსური ეკვივალენტების, ფრაზეოლოგიური, ტერმინოლოგიური ეკვივალენტების გამტკიცება. საბარჯიშოების სამეთყველო კომპრესიაზე. ერთი სიტყვას შეთანხმების შეცვლა უფრო მოკლეთი სიტყვები. ფუცლიდან თარგმნა. ეს საშუალებას იძლევა გამოვიმუშაოთ სწრაფი თარგმნა. ის უნდა აღემატებოდეს ორატორის მეტყველების საშუალო ტემპს. ეს კარგი მოსამზადებელი ეტაპია სინქრონისტი თარჯიმნისათვის. იგი შეიძლება ვაწარმოოთ როგორც წინასწარი მომზადებით, ასევე მის გარეშე. მასადამე სინქრონული თარგმანი კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ეს არის მეტად რთული პროცესი და უნდა აღნიშნოთ ისიც, რომ კაბინას, რომელშიც ხორციელდება პირველი საფეხურის სინქრონული თარგმანი, ჰქვია და ეწოდება კაბინა პილოტი, ხოლო ორსაფეხურიან სინქრონულ თარგმანს კაბინა პილოტის საშუალებით უზრუნველყოფს დამატებითი საკომუტაციო აპარატურა. ანუ რას ნიშნავს პილოტი თარჯიმანი? როდესაც რამდენიმე სამუშაო ენაა და მომხსენებელი გამოდის დაუშვათ ინგლისურ ენაზე, ინგლისური ენიდან ითარგმნება ქართულად, შემდეგ ფრანგული ენის სპეციალისტი, ფრანგული ენის თარჯიმანი დაკავშირებულია ინგლისური ენის კაბინასთან, იქიდან იღებს ქართულ ნათარგმნს და ქართულიდან თარგმნის ფრანგულად. ამიტომ, როდესაც პილოტირება ხდება, ეს არის მეტად რთული პროცესი და არასწორი თარგმნის შემთხვევაში შესაბამისად მთელი თარგმნის პროცესი ეს არის გადაბმული ჯაჭვი, ერთმანეთზე გადაბმული ჯაჭვი და შეიძლება დამახინჯებულად და არასწორად წარიმართოს. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ადამიანი სანამ გადაწყვეტს, რომ სინქრონული თარგმანი განახორციელოს, ის სათანადო უნდა იყოს მომზადებული ყველა მხრივ, გარდა იმისა, რომ უნდა მას ჰქონდეს სათანადო ცოდნა, როგორც უცხო ენის, ასევე მშობლიური ენის, შესაბამისად ის უნდა ფლობდეს სინქრონისტი თარჯიმნისათვის აუცილებელ ტექნიკას და უნდა ჰქონდეს სწრაფი რეაქციის უნარი. თუ მას ეს არ გააჩნია, მან უნდა უარი თქვას სინქრონულ თარგმანზე. მადლობთ ყურადღებისათვის.